ავტობანზე ვირსად ვერ ვნახე ბენზინგასამართი სადგური და ვრჩებოდი ბენზინის გარეშე. სპეციალურად სოფელში შემოვედით, რომ ბენზინი ჩაგვესხა და უპაწაწუნესი ბენზინგასამართი. რუმინეთში პირველად ვასხამ საწოლს და უნდა გავავსო. და ღირს 7 და 59. 60 ლიტრი 456 ლეის, რაც არის სადღაც 300 ლარამდე. ჩემ მანქანაზე პატარა ბენზინგასამართია. წავედი გადავიხადოთ, რომ ცემს. როგორც კი ბენზინის წვა იზრდება, ხვდები, რომ საშინელი საწვავი იყო. აი ისევ 12 და 4-ზე გამიზარდა, 12 და 5-ზეც იყო. ზოგჯერ აწერია, რომ 95 ოქტანია, მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები ხარისხია. სერბეთში ვართ და უნდა გავავსოთ ავზი. ბენზინის რიგში ვდგავართ და ძალიან არაკომფორტულია, რომ ქვითარი უნდა აიღო, შეიტანო მაღაზიაში, იქ გადაიხადო, გამოხვიდე, ჩაჯდე მანქანაში და წახვიდე. უკან მანქანა ელოდება, როდის შევა ვიღაცა ტიპი, მოიბოდიალებს მაღაზიას, როდის გამოვა მე ჩაჯდება, რომ შენ ჩადგე და ჩაასხა ბენზინი. ჩვენ ველოდებით, სანამ ეს ადგილი გათავისუფლდება. სერბეთში არ არის შელი და მომიწია, რომ სხვა ბენზინგასამართში ჩავასხა ბენზინი და ძალიან მღელავი, იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის შელში ვასხამ. სულ ერთხელ ჩავასხი სხვა სადგურში, რადგან სხვა ბენზინგასამართი არ იყო ფიზიკურად იმ ქვეყანაში. აქაც ეგრეა. 1 ლიტრის ფასი არის 191.0. 4 და 88. ეს არის ქვითარი. რამდენი გამოვიდა? 73 ვარ. ხო, რა შეეხება ბენზინის ფასს? რა თქმა უნდა, გზატკეცილებზე უფრო ძვირი ღერს და ქალაქებში უფრო იაფია, მაგრამ როცა სხვა გზა არ მაქვს, ვასხამ გზატკეცილებზე. მანქანას უარ გავაჩერებ მაგის გამო. საწვავი შევცვალე თუ არა, ეგრევე წვა ჩამოვიდა 10 და 4.